მეგობრებო, მოგესალმებით, სეტი ამჯერად დრაფტით ბრუნდება. ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავაკეთეთ საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელების დრაფტი და ეხლა დრო მოვიდა რომ დანარჩენი მსოფლიოდან ავირჩიოთ საუკეთესო გუნდი. აი, ძველად PES-ში იყო მე მგონი მსოფლიოს ნაკრები, სადაც ევროპის გარდა სხვა ქვეყნის ფეხბურთელები იყვნენ შესული და ევროპის ნაკრები. რაღაც უკეთავ, ანუ ამ სეტის მესეჯი არის რომ ყველაფერი ევროპის გარდა, ხო? რამდენიც ყველაფერი ევროპის მიღმა. ძალიან სასიამოვნო. ევროპის გარდა. ყველაფერი ევროპის გარდა, თუ შეიძლება რომ ამაზე დავურჩეთ რა, ეს message box-ი გავატარო. იყოს თუ გინდა ეგ message box-ი არაფერს არ აქვს. რადგან მსოფლიო არის. ციხისთავის პარტია. რადგან მსოფლიო არის ამერიკის. ღირსეული მამული. ღირსეული მამული. მე და ჩვენი ოთხეული. ღირსეული მამული. გიორგი ციხისთავი არის თავმჯდომარე. პარტიის თავმჯდომარე. თავიდან მინდოდა რომ ამერიკის კონტინენტი ყოფილიყო, თუმცა ანდრო პანიკაში ჩავარდა და ამიტომ იყოს მთელი. ანდრო რა შავარდი რატო ეს? ეპილეფსია რა დაგემართა? ეპილეფსია და ჩემ პანიკაში ჩავარდა, იყო კითხვის დასმა ეს. რომ ნიკა, ვინ იკაიფებს იმით, მე თუ ავიყვან ოსორიოს ჩილელ ფეხბურთელს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ამ თამაშს აქვს ერთი წესი. ოსორიოს სასწაული ფეხბურთელი. ერთი ნაკრებიდან ერთი ნაკრებიდან ერთი ფეხბურთელის არჩევა შეგიძლია. სამისად ბრაზილიას და არგენტინას რომ დავხარჯავდეთ და კაი ამერიკას და პოლიშიც აიყვანა ერთი ტიპი. აუ ძალიან გაესწორებდა ეს. აი ვინ იკაიფებდა? სამხრეთ ამერიკით მაგრა გავერთობოდით. მე მარა 11 სხვადასხვა ნაკრები. საზოგადოდ ბევრი ვერა. იმიტომ რომ მე გამახსენე პროექტ ცალკეულ ვიღეთ. ჩილედან მეყოლებოდა თუ ეხა ჩილე ისაც მეყოლებოდა არ ვთქვა ვინ. ოკეი. ხო, შენ all time სიტყოდით აფსან და ეს არის თანამედროვე მოქმედი ფეხბურთელი. მიხდი? ოსორიო არის საუკეთესო. მოქმედი არის ეგ ხო? all time არ მაგ. მოქმედი. all time ძალიან მარტივია. ელე დროგბა. all time ხო აი all time ვენესუელელი გაგისტორდება რავი რა ეხა ვიღაცაზე არ რანგო გაგისტორდება. მაგრად ხო აი. არა. კაი მაშინ ყავთ საუკეთესო ბომბარდირია, აი ეს გამიწორდება. კაი, მეგობრებო. კაი ხო? როკე სანტა კრუზი ავიყვანე. არა ეგრევე ვერ იქნები ეხა. აღვაიზე დავიწყო. დეხ. გიორგი ციხისთავი, ნიკოლოზ სტაბადაძე, თემო ყუფარაძე და ანდრო ხელაძე შეეცდებიან, რომ საუკეთესო გუნდი აწონ. ამას უკვე მაყურებელი გადაწყვეტს, ვისია საუკეთესო გუნდი, წესები მარტივია. ის, როდესაც ერთი ქვეყნიდან აირჩიოთ ფეხბურთელს, ის ქვეყანა თქვენთვის ეხურება. იმ კონკრეტული მოთამაშისთვის რა, ანუ მაგალითად რო აირჩიოს ვინისიუსი, ბრაზილიიდან ვეღარავის აირჩიოს. გასაგები. ესე უნდა შეაკოწიწოთ 11 კაცი. ვინც იქნება პირველი საათის ისრის მიმართულებით იქნება დრაფტი და მეოთხე აირჩევს მეხუთე მოთამაშესაც და წამოვა უკან. თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ იამაიკის დროშის ფერებში ვართ. ჩვენ ოთხი ვერთით. ეხლა დავფიქრდი, რომ გაერთიანდეთ კვარტეტი იამაიკა. საინტერესოა იამაიკა ფეხბურთელს. ეგ უნდა მეთქვა all time იამაიკა. ლეონ ბეილი. მეისონ გრინვუდი. ლეონ ბეილი. ანტონიო გრინვუდი ინგლისელია. ნუ ჯერმაინს. კარგი ეხა რა გეხოც. აი ანტონიოს კი. გრინვუდი თუ ინგლისელი არ არის, მაშინ ანუ არ მინდა რას ნიშნავს? ინგლისელია, აბა. ინგლისელი. აბა რა. ეგეც მინდა. მეგობრებო, კითხვას გისვამთ, ვინც უპასუხებს პირველი, ის არის დრაფტზე ასევე პირველი. ოკეი. სოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2026 წელს ამერიკის კონტინენტზე, მექსიკა, ამერიკა და კანადაში აიღებს სტარტს. უნდა დამისახელოთ H ჯგუფში ხო. საუდის არაბეთის გარდა ერთი ნაკრები მაინც რომელიც არის. ანამ. არასწორია. სანამ სხვები თითო-თითოს არ იტყვიან, მანამდე შემე. ესე უნდა გქო. ესე უნდა გეთქვა, აბა როგორ? არა, სისტრაფეზეა. დაგვეწერა. სისტრაფეზეა. ურუგვაი. დავსანა პირველია. ჯიგარი. ესპანეთი, კაპოვერდე, საუდის არაბეთი და ურუგვაი არიან ჯგუფში. ეს გაარტყე თუ იცი. ბიჭო, გავარტყე. რა თქმა უნდა გავარტყე. მადლობა ნიკა. ანუ პირველი თუ ნიკა არის, მეოთხეა მესამე ხარ შენ? საათის 100 არის ციხე. არა, სწორს გეუბნები. ციხე ბოლოს მეორე არის. როგორ არის მეორე კაც საათის მიმართულებითო? ციხე არის ბოლოს. რანაირად ანდრო ნომაგიჟე. მეორე მე ესე დავხატე საათი. ნომაგიჟე კაცო საათი საათი ანუ ხალხო რავი ესე მოატრიალე და ისე წავყევი. როგორც არ უნდა დაატრიალოთ საათის. მასალია. მოძრაობა ნიშნავს. უეჭველი ხალხია ხალხო. აბა დაატრიალე. ტაფსი და აი ესე. ესე? ხო, აი ეს საათი არ მაქვს. არა, ელემენტი გვაქვს. შეხარ მესამე. გასაკეთებელი. ბიჭო, რატო? ეგრე მოძრაობს. ეგრე. ეს არის უკვე ძალიან დიდი ხანია. დაიწყე დაფსო. ბიჭო, ეგრე თუ შემოტრიალდება. ანუ ეს, მაგრამ აი ესე წაივიდა. ანუ ალერგია დამეწყო ბიჭო. რა ვიგულით ხალხო, გეხვეწებით დაფიქრდით დებილი არ გეკონა. აი ესე რო წავიდეს შეიძლება წავიდეს რა, აი ეს. ბიჭო, ნახე, ტაფსი არის 12 საათი. არა, ნიკასგან. პირველი არის ციხე. მერე? და მე ორი გამოდივარ მე, ანუ ესე და სამი გამოდისნე. გძელი გითმინი.
როგორ? არა, ტამში 12 საათი არის. ესე თუ შემოტრიალდი კი 12 ესე შემოტრიალდი ტამში 12 საათი არის, მაინც ესე მოდის არა? ანუ 12 საათი ეს არ მივდი და მოდის. ანდრო რა თქვი შენ. მაინც ესე არ მოდის. შენ ამბობ რომ ციხე რა ზურგს მეორე უკან მესამე და ემო. მეოთხე თემო? ვერ მიხვდით მაგას ე, ანუ კაფსონა რო გაკეთე ზურგით პირიქით. იყოს, ხო ზურგით რო იყოს თქო ეგრე წავყევი არა ნიკასგან სწორია, ხო. ხო ნიკასგან აყურებლისგან ყველასგან სწორი ეს. მაყურებლება ბოდიშთან გადახვევ ეს ალბათ არ მოხდება მაყურებლებთან. მოხდება რატო არა? ადამიანები საათის ცნობას ისწავლიან, ვიღაცამ არ იციან ამას. ვიღაცა მარტო ელექტრონული საათის რო ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნავ აი ამ ნაწილს. ციხე კი არა და ტაფსონ დაიწყე. როგორ ვიწყებ რა უნდა ვქნა? ფეხბურთელი უნდა ერჩიო პირველი დრავცე ვინც გინდა. მოქმედი. მოქმედი. და იმ ქვეყნიდან სხვას ვეღარ აერჩიო. ვა. ოდიში, ერთ რამე შეგახსენებ. დილემა. ერთ რამე შეგახსენებთ, რომ ტაქტიკას თქვენ საზღვავთ და წყვეთ ვინ გავიგე კი. რომელი რა. მე ხო ჯერ ფორმალურად 4-2-3-1 მაქვს აქ და შეიძლება 4-3-3. რაც გესიამოვნებათ ბოლოს იმას. მიდი აირჩიე რომელია? აუ რა ვიცი, ძალიან ბევრი ვარჩევანი გა? ორი. ხო და აიჩიე რა. ანუ რა შეიძლება მოვიფიქრო ამ ორ შორის ვის. დღევანდელი ფორმით საუგეს ფეხბურთელს ვარჩევთ რა თქმა უნდა. ხო მესი ხო, შეგო. ანუ მესი რო აირჩიო, მესი არ არის დღეს საუკეთესო არა ევროპელი ფეხბურთელი. მესმის ხო მესო ფიქრობდი და ამიტომ მე ავიყვან ლამინი ამალს. ბიჭო. ბიჭო, არა ევროპელი, არა ევროპელი. უკაცრავ. საათზე მე кайფებოდა ეხა მარტო ესპანეთის ნაკრებზე ვფიქრობდი. მედასვიცავ. მარტო ესპანეთის ნაკრებს. კაი, დამოვიცნა რომ არა ევროპელები ვარ. ჟი არის სამხრეთ ამერიკა. кайფებოდა წეგოს კაი, უკაცრავ. ანუ მე საათზე არ სოფლიოს ვეკაიფებოდი, საათზე ვუხმნიდი, არ ვეკაიფებოდი. სოფლიოს ნაკრებს საათი გითხარ რომ ასე ტრიალებს, შეჭე. მეც არ გეკაიფებიალებს საათი მაგრამ მე სოფლიოში. ბიჭო, მაშინ აზიის რუკა რატომ მაგარ? ზართული კითხვა არა, ასე ნიშნავს დრაფტია. მონღოლეთი, ყაზახეთი და ისინი ზატო თუ უყურე. კიდე დათმე შენი პირველი. არა, არ ვთქვა, რა თქმა უნდა, მე ვირჩევ მე ისევ იმ საათს უყურებ ბრაზილია არგენტინა უნდა ავიყვანო ყველანაირად. რომ ვიმშალე ხმამაღლა თუ შეიძლება. რაციონალური პიკი ეგ არის. ბრაზილია არგენტინა უნდა ავარჩიო, უჯგრ. ვინისიუს ჟუნიორი არ მინდა. არც ესტევა არ მინდა. ნუ რაფინი არის ერთ-ერთი კანდიდატი, შეიძლება ხულინა უორესი იყოს, შეიძლება ინცო იყოს, ანუ ბიჭო ყველას ნუ ჩამოთვლი ხობს ეხმარები გავიგე, არ ვეხმარები ყველა მაგას იფიქრებს რა თქმა უნდა რა. მე ამ ფორმით ავიყვან ადამიანს, ვინც ყველაზე ახლოს იყო ბალონდორში იმათთან და ავიყვან რაფინიას. რაფინიას ვაყენებ ათიანზე. მე დავირჩიოდი რა. ნუ ეგ ბოლოს ნუ ლოგიკურად ამით ბოლოს არა. მითხარ, ვის ჩემპიონში მაინც ჩავიწერე აქ რა. თემო, ვინისიუს ჯუნიორ. ვინისიუს. აჰა, წაიყვანო ვინისიუს. გილოცავ თემო, შენ ძალიან ეს კი არის ხო არ გიდა დროში. კი აი ხასიათი მინდა რომ გუნდში იყოს ოკეი. კარგი და ისე. ძალიან კარგი ადამიანი წაიყვანე შენ. აი მე იცის ავიყვან კოლბანი. აშრაფ ჰაკიმის ჰაკემი, სწორია, აბა რა, სწორია. იმიტომ ავიყვან რომ რა ვიცი მეოთხე ბრაზილიელი შეიძლება კარგი იყოს მაგრამ მეოთხე მაროკოელი არ ვიცი რამდენ კარგი იქნება სწორია. აჰა. მე მომწონს ესეთი მიდგომა. მეც ეგრე ვიზამდი, მეორე პიკი ვარ ყოფილიყავი, ან ანდროსთან მოიქცეოდი. ამიტომ არ ვეხები არგენტინელს. ან შენს ბრაზილიელი არჩიეთო. მედიცინე. ჰარიკიუელი აღარა ფეხბურთში. ვიცი. ო, ვიქტორ ოსიმენი. ოსიმენი დიდებული. გერიდან რავი. ძალიან საინტერესო პიკია. ციხე ისევ შენ ხარ. აღა ოსიმენი მაშინ მეორე თუ ეგეთია, იყოს კაისედო ეკვადორი. აი ვა, ბრავო. შვენიერი. ბრავო, ანდრო. კარგები წაიღო. შვენიერი. ძალიან კაი არის კაისედო. შვენიერი. ანდრო შენია ეხა. ჩემია ეხა როგორ საათი. ოკეი ეხა უკრინდა. ოკეი ეხა ვირჩევ მე ისო ხო ჰაკიმი მყავს ეხა უნდა ავიყვანო ვინმე ისეთი მეც ფიქრი დამჭირდება აუ მომზადებულიყავ ეს არგენტინელი ბრაზილიელი არ დავხარ არა, სანამ მივფიქრობ. თემოდა ციხე ეხა ზოგადად ხო მოემზადა. რატო რა? აჯიორებსელო დილის 9-ზე ვიცი რომ აი ეს არის ფუფარება ის ვისაც იკეთსაზე და შური რო სწრაფად ფიქრი შემიძლია. არა, უშური იმისა რომ კონტინენტების გარჩევა შეგიძლია შური და რანაირად ესპანეთი არ გონია ევროპის გარეთ. ჩატში წერდა იმას რომ 30 თენების ფეხბურთელები ეგ იყო იხუმრა. სამხრეთ ამერიკული. არ ვარ და სამწუხაროდ შენ არ გიხუმრია და ესპანეთი გეგონა ევროპის გარეთ. ხო ჩახლა. აი თავი კონჯერ ისო შეგხატავს რა. მიდი. ოკეი მოჰამედ სალაჰი სალაჰი. გამი უნდა აიყვანოს ხო მართალია. თემო. ხულიან ალვარესს წავიყვან მე. თემო ბრაზილია არგენტინა დახარჯა. თაფსოთ. შენი ორი პიკია ახლა ზედიზედ. დიბო მარტინესი გარში. არგენტინელი
მეკარეზე დახარჯე? კი. და მეორე ჩვენ ხო ძალიან ფილოსოფიურად აზიაც ვართ საქართველოში. ეს საკითხი რომ შემოვაცი. არა, UEFA-ს ჩვენ ხო ცივილიზაციები ვართ. კახელი UEFA-ს ფერმელი მეყვარს. თან მთელი გადაცემა ფერმელი. რას დაიწყო ცდილობ რომ მე არა ევროპელი არამედ კავკასიელი ვარ შენ მაგას გვაწოვე. აქ ხაზე ხარ შენ მე? არა UEFA-ს წევრი ქვეყნები რა თქმა უნდა არა ეგ არის ერთადერთი რაღაცა სატპაიევს მოგინდება ვიცი, ვერა. ყაზახეთსაც ვერ დასთან სატპაიევს ვერ აიღებ. კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. აქ რუკა აქვს. მე ვიქნები მეც დაახლოებით. რაც გინდათ ის გახსნა პრობლემა არა ორი აყავს ხო ტაპს? კი მეორე მეორე აყავს ახლა მარტინესი არჩია ბიჭო როგორ დავხარჯო ამაზე, მაგრამ უნდა დავხარჯო, რა უნდა ვქნა? ანუ საბადოა იქ ქვეყანა ბევრი ის? არა, საბადო არ არის საერთოდ. ვალვერდე ამყავს. იმენა ჩემი შემდეგი წამართვა დედეს ვალვერდე უნდა ვიყო. მაინც შენ იქნებოდა? კი, უეჭველი ამყავ. გაცრავთ. გაცრავთ იმენა წავ. ამოჭერი ეს მართლა. ან სპილოს იმას მიუ სპილოსის აუ როგორ ნერვები მომეშალა სახეზე გავწითხდი ხო? არა? კი ვალვერდეს გამო? აი იმენა მეწერა რა. მეც მეწერა შოფაკი, მაგრამ ეხლა რა გავაკეთე? რაფინიაც დავიწყე, იმიტომ რომ მგონია რომ ეგ პოზიცია უფრო white-ა არის ჩემ. კარგი. აი ხა რა მეშველება თორე, კაი. იფიქრეთ შეიძლება ვნახოთ. მიდი. ის და უკასვებ. არა, მე რუკას ვუყურებ. ჩახედე შენც რა პრობლემა? აიხსენო ესე ვითამე ჩემი. თემო გიზია შიც. მარცხენა მცველზე წავალ მე. ალფონსო დეივისს წავიყვან. როგორ თქვი შენ ვენიერი? ინკაპია ვენიერი. ვენიერი. შვენიერი, იმდენი შეგაკითხარ, ვიცი რომ შვენიერს მართლა შვენიერს და ვიღაცას რო იხადავები ისე შვენიერს. ციხე შენი ორია ანუ არ გიწევ ბრაზილია ისე ვერ გამოიყენებია. არა. გამოიყენე და მე შენ ასაპირებ. აპირებ ისური? ხო რა, იმიტომ რომ ყველმე გავწევ. ხო. არა, არ მიფიქრია რა, ეხლა უნიკალური ფეხბურთელების არჩევაზე არ მიფიქრია და მაგიტო არ მინდა. ხო. მოდი იყოს არგენტინიდან. ალვარესი არჩიეთ? შენ დაიყვანე ხო? ლაუტარო ვიქნა. ხო, ლაუტარო მიყავს მაშინ. ოსიმენი ლაუტაროს შეტევა მიყოლება. ვიცი, მე სტრატეგიები ვიცი, ყველაფერი ვიცი. ახლა ბრუნო გიმარეს ხო არა ვიყვანო. ოკეი. ბრაზილია გინდა ეხა ციხე? ხო, და მაგიტო ან მეკარე მინდა, ან ისა და. ეს არ მინდა ესტეო. არა, ნახდა. ამ ფორმით ვარჩევ. უყურე, მართლა? იყოს მოდი მოსაფიქრებელი სოელს და ნახევარსოლს ალისონ ბეკერი. ალისონი ხო იცი? ბრაზილიელი. კონდა წეგანო რაფინია იმაზე დილემა ამჩეთ თუ არა და რაფინია. შენ ხარ უნდა დააკვირდე. ალისონი აიყვანა და ლაუტარო მარტინესი ოლისონი. ბრაზილია არგენტინა ყველამ დახარჯა ანდროს გარდა. ანდროს გარდა შესაბამისად შეგიძლია ბოლოსვე შეინახო ეგ ორი ქვეყანა რა თქმა უნდა. მოდი მე ავიყვან, მომე. ხედავთ ესე უნდა დაგვემშვიდებინათ, არა? ჩიქების როლს დაიწყებდა უკვე. არა, თქვენ თუ იხედავთ მე ჩავ. შერკი ვითომ ალჟირელია. ხო, აი, ხო ხტები. მე კარი, მე კარი ვინა. ედუარ მენდის. ოკეი, ედუარ მენდი სენეგალიდან წავიდა ანდოს. ჩემპიონთა ლიგის მომგები, აფრიკის თასის მომგები. ეხა მოიგო თან რამდენიმე თვის წინ აფრიკის თასს. ციხე ფიქრობს დროს არ კარგავს, არ აინტერესებს ეს ხო. აბა რა გავაკეთე? სწორია, სწორი. კარში წავიყვან ბონუს. ონო სწორი არის. მე კრისტიან პოლიშიჩი ჩამიშვით მარცხენა გარემარბად. სადიო მანე მინდა მე ბრავო. თუ შეიძლება. სენეგალი დახარჯა შენს. ძინდე ბულად ვუტების ციხე, ხო? მანე მყავდა და იქამდე არა, პოლიში ჩამყავდა. საკაიფოდ ვუტევ, აი ესე ბო. მე ხება ხრიაზე მაქვს სერიოზული გარღვევა. აი მე ვირჩევ ახლა ერთს, ხო? მოდი, მარჯვენა შემტევენია მაშინ მე და სემენიო უნდა წავიყვან. სემენიო აუ აფრიკის თასზე რო არ იყო ახლა. ამაგიო თემოს ChatGPT მოიფიქრე ყველაფერი. არ გავიდა. შენ ვერ იფიქრე და ნახე, აი ზუსტად თემოს ChatGPT. ერთი წუთი დამჭირდა. იცი როგორ არის? აჰა არ თამაშობს რამის აფრიკას მეც ძალიან მაგრამ აპონტი. კასურ მარკეტ. ახსენი შეჩემო და ამოიჩე ევროპის გარდა სხვა ქვეყანა. უსანო. მინდა მე რუკა. უსანოვი კარგი პიკი. ცეხე მოდი იყოს ბრაიან ბიუმო.
გადადებული მქონდა ეს. აუ არა. ერთი კამერუნი და რადგან რაღაცნაირად 4-3-3 ვთამაშობ, მეორე იყოს მოჰამედ ყუდუსი, რა ვიცი. მარჯვენა ვინგერი ყავს? ბიჭო, ბიუმო ფორვარდად დადგება. ოსიმენთან ერთად და ლაუტარო მაგათ უკან. ანდრო ეგრე მაქვს. ისევ ჩემი არჩევა? მოდი მე ავიყვან დიკას. არა, ცუდი კი არა. ევარ დიკას. და სადაურია კოდივარელი. კოდივარელი არ ყავს ხო არავინ არა. არა. კაი, ჩემ სათამაშოს დიკა ვინაა რომას ცენტრალური მცველი. თავს მომყავს შესანიშნავი. ჰაკიმი, ხუსანოვი, დიკა, ინგაპი. ძალიან კარგია. და კარში მენდი მყავს. ჩემი აზრით ჯობდა ბრაზილია დაგეს ხარჯადაცვაში რა კაი არა, ესეც კაი. ვიცი, შენ რო აგიზდებია მაგალიაეზე და გიმარაეზე, მაგრამ პრემიერ ლიგის გარდა სხვაგანაც თამაშობენ ფეხბურთს და ბიჭები მშვენივრად. რომელი ყავს მაგალითად უკეთესი ცველი ბევრი ყავს, ჩემზე უკეთესი. ეს ცველი რომელი საუკეთესო მცველი მყავს ჰაკიმი. შუაში ხუსანოვი, აი დიკა. ნახავ ბრაზილიას რაში ნახავ კარგი, ჩემი ჯერია, ხო? აუ ბრაზილიას მეჩი ვერავიშ ვერ დავხარჯავ. ვინ არის ეხლა ჩემი ჯერია. თემო გისმენთ თემო შენ რა თქმა უნდა მომზადებული ხარ და თუ შეიძლება რო გადატენო რა აბა აი ხო, ვიცი რომ აი ადამიანურ რა შესაძლებლობებს მოგამზადებინე? ებრძვის ეგ რო აი ზუსტად ერთი წინადადება ჩაწერო და ოდნავ გოლება გაგეხსნა. მესმის კი ეგ მესმის. ოდნავ გონება ეხსას და გიკარნახოს და უბრალოდ კი, ბატონო. დაგარჩევინოს გონება ჩუნგივით ის სულსა და კარგი შორის უკეთეს ანუ ესპანეთი გონია ევროპის გარეთ, ხო? ესპანეთი აი გონია. ამდენი იფიქრე და იამალი დაასახელე და გაჩუნდა. რა საქჭკუაზე ადამიანი რო ესპანეთი ფაქტია ეხლა 10 წუთი გელაპარაკა. კარგი, ბრძანეთ, ბრძანეთ. კი მინჯეს წავიყვან ცენტრალურ მცველს. კემ მინჯეს აიყვეს იმი მე ხო ვარ ეხლა ნიკოლოს კიდევ ორი. ომარ მარმუში მინდა ცხრიანის პოზიციაზე ბაზარი არა. და მეორე ისევ მე ვარ ჩო. აუ მეციხე ავე დაიმახსოვრე. ოდის ვიხდი რუკას ვნახავ რა რუკას შენს აუ world map, აი Google-ში ჩაწერე world map, კაროჩი. ანუ და ეს რატო ზოგაოს, რავი, გიჯდება თუ რა ხდება? აი შენთან კარგად იყო და უბრალოდ world map ჩაწერე და პირველივე ფოტო. 50 წლის გონია მას თავი, ზაგანაც ტრანსფერ მარკეტი. პირველი ფოტო არა კარგი ხალბატონებო და ბატონებო ქვეყანა რომელიც ათვისებული არ მაქვს და აშკარად უნდა ჩავაჭირო კაცო, სატპა იუზერს ეთქვა. სველებს ალდერეტე მინდა დაცვის ცენტრში ალდერეტე დიდებული პიკი პარაგვაიდან და ეხა ისევ ჩემი ჯერია, ხო? ალდერეტე სადაურია პარაგვაი. პარაგვაელი ალდერეტე ომარ ალდერეტე. რა არის სადა ვერ გიგონა? ესპანელი? აი ჰოლანდიელი მეგონა არა ალდერეტე კარგი მცველია რატომაც ჰოლანდიელი მეგონა ძალიან კარგი მცველია აი ამას ამოვჭრე კაცო თავისი კარგი, ესე იგი, ყავს სამი შემტევი ვინისიუსი, ალვარესი, სემენიო. ჭირდება ერთი თავდამსხმელი, რომ 4-2-3-1 მაინც ვითამაშოთ. სამწუხაროდ ციხემ წამართვა ოსიმენი, ამიტომ ადემოლა ლუკმენს ამოვირჩა მე. ლუკმენი ველოდით ანდრო შენ აგერდა ხა ჩაჭი მე აი თქო ბიჭო ნუ სინდისო თამაშისესები ყოფილა ამას ვაფშე ვერ წვი ლუის დიას ავიყვან. მოედი დავჭი ძალიან გამიკვირდა ამდენ ხანსო დიაზი არ აიყვნენ თარავინ ჩემ ინფორმაციაში არ არის. ასე აუ ლუის დიასი მართლა როგორ არ ავიყვან არ ვიცი ხო ძალიან ნანობ ხა მაგას არ შეიყვანებ ძალიან. ენტონი რობინსონი მარცხენა მცველად და ცენტრალურ მცველად ხოსე მარია ხიმენესი. ძალიან ვინანე ბიჭო ამერიკა და აქვია იმას, ურუგვაი. ეხა ისო შენ. ისო კი არა, არა. კაფსის. ანდროს შერია ისევ მე ვარ? ოკეი. მე წავიყვან ფორვარდ და წავიყვან სერჰუგირასის. შვენიერი Solid. ჩემი ჯერია. ებო შენ ხარ ახლა დაცვის ხაზის შევსებაზე გადავალ მე. დევისი მყავს მარცხნივ, კიმინჯე და კიმინჯეს ცენტრში შევუწყვილებ პაჩოს. პაჩოს кайხანს მე ვერ ავიყვანე ხო კაისედო მოს. კაისედო ყავს. პაჩოს кайხანს აღმოჩნდა გარეთ ნიგერიელები ხომ მე თავისუფალი ვარ ნიგერიელების ნიგერიელი იყო. კი არ ყავს ნიგერიელი არა არც მეყოლება მართლა რიჩარდ რიოსი მინდა მე ნახევარდაცვის ცენტრში ვალვერდესთან კარგია. ოჩო. მე მაინც ეხნარი
რა თქვია დრო? მე მაინც ვერ ავიყვანი, თორე ძალიან მევასება რიჩარდ. ხო, რიჩარდ არა, შენ საუკეთესო კაცი ხავს კოლუმბიიდან. ხო. და და მეორე? არის ერთო. მეორე, ნუ მსველი მჭირდება აუცილებლად და ახლავე უკაცრავად აფრიკის კონტინენტი მაგ ასტვისებელი თუ შეიძლება. ობამეიანგი. დაცვის ცენტრში დავაყენებ მე რა საოცარი წვე. მაგრამ მარცხენა მცველად ვაყენებ რამი ბენსებაინის. წინან ტაფსონამ ისეთი კარგი პიკი მოიპარა, ვალვერდეს სახით. და გადადებული მქონდა მეც და ანდროსაც. რა? ურგვაელი ნახევარმცველი დამჭირდება. უგარტე? და ავითვესო. უგარტე. მაგარი კაცია ითის. აი რა მექნა? ურგვაელის ხო ვინ მომეყვანა? გასკაეტა. უშკამპუშის ყველაზე დიდი შეცდომა საერთოდ. ოკეი, მე ავიყვან ანდრე ფრანგ ზამბოანგისას, რომელიც ბოლო ბრავო ანდრო, ბრავო. და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო სერიაში და ეხლა სწრავა თუ არა აქვს, ერთ-ერთი ტოპი არის. სოლირებ ანდრო, სოლირებ. ვსოლირებ? კი, სოლირებ. ეს ნორდი მუკიელე ფრანგია ბიჭო. ანუ უკაცრავად ყველა შავკანიანი არ არის აფრიკელი სამყარო ეს. ეს მეგონა ერთი წამი. ერთი ვინც ყავს მარჯვენა მცველად გადანახული არის დანიელ მუნიოსი. კოლუმბიელი. კრისტალ პალასის მოთამაშე. ჯილა. რომელიც ჯილა. ფენტეზიში წერდა ქულას პირველ წრეში და ეხლა არა რაობა. აი ეხა ბოლო ტურში დაწერა მე მგონი რაღაც ცოტა მადლობა თემო ეგ არ მახსოვდა. ცოტა კარგად. მე ეგრე მაქვს. დამატებით ერთი არგუმენტი აქვს ციხეს რა. კი. მაგრამ თუ არ ბოლო არის ტურში დაწერა ქულები. შემამდე მოუშვებ. არა, უიყვანე მუნიოსი. აიყვანე? არ ის ყავს შენი ასე უკეთესად. ვიღაცა ამზა იგამანე ხო გინდოდა ისეთ რა ეს ფიქრობ აღარ გინდა. ბიჭო, აუ ტაფსონა ეს კაცულობს ნახე გახსენია კი შემადგენლობები. აუ ერთი წამი რა, ცენტრალურ მცველზე ნორდი მუკიელე ყავდა გადანახული და ფრანგი ყოფილა. ციხე არის ჩემი. მუკიელე რატოგაც მახსოვდა რომ აფრიკელი იყო და მაგის ნაცვლად მიწევს თავის ძოზე მუკიელეზე კარგი მცველის, მაგრამ კალიდუ კულიბალი. ვახ, დაბრუნდა კალიძე. KK. ძალიან მაგარია კალიდუ. K2, როგორც მას უწოდებ. შენ ხარ ანდრო. კულიბალი, ანდრო. მე ვარ. მე შენ ხარ. მე ვარ ბრუნო გიმარაეს, კერდ მე ავიყვან ბრუნო გიმარაეს, ჩვენ საყვარელ ფეხბურთელს ნიკა. შენი საყვარელი. ეგრე დამკვიდრო და აქ რო ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის. საოცარი ცენტრი იყო სამბოანგისა და ბრუნო გიმარაეს. თემო. ჩემი ჯერია. არ მიმყავს თლად კარგი ფეხბურთელი, მაგრამ ეს ქვეყანა არ მოხსათესებული შტატები. დესტი მარჯვენა მცველად. არა, განა რამე. უგარტე და დესტი შეიძლება. მე ხო არ ეხლა. კი. ნიკოლოზ, მე მაროკო მაქვს თავისუფალი. ხო? პანენკიც საიყვან? პანენკოვიც? არა, რა თქმა უნდა, პანენკოვიჩის ადგილი არ მაქვს შეტევა დაკომპლექტებული. მაროკო ხო თავისუფალი მაქვს. რაიფ აგერდი გინდა? კი, მაროკო თავისუფალი გაქვს. ხო და რა გინდა რა? რა გვინ გინდა? აჩუ, ნუ საერთოდ მაზრაუი მინდა. წაიყვან. დავიყვანე. ეს ვინ არის? რაზრაუი. და მეორე? შეგვაშინა. ბიჭო, ნაიფ აგერდი. საოცარი ფაგელები მყავს. ბენსებაინი მაზრაუი. მე ჩროდ აფრიკით რო თამაშობ, ძალიან ის არის რა. არა, სხვა რაღაცაზე ვიცი. ვინბერი გაუმაზეს. გამორჩევა ან გაბრა შემოიყვანა და პელე, ხო? თავის 11 ჩამოთვალა. ბევრი როგორ გაუმაზეს? ჩვენ გარდა 11? ხო, ვინც არ აირჩიეთ, იქიდან 11 დღეს დაალაგოს. და ნარჩენებს თუ უკეთესი ხო. ეყოლება, მაშინ შევს შეუძლებელი. დავუკრავთ და აღარაზროს მოვალთ აქ. ეგ არ მაწობს. ამიტომ უბრალოდ თქვას რა გუნდი ეყოლება. ცენტრალური მცველი მინდა. აი მარჯვენა მცველად ვინ უნდა მომიყვანა ახლა მაგას ფიქრობ სხვა უკეთეს. უსანო. ჩაჯიბიტი რა ფორმაში იყო? ჩაჯიბიტი არის საოცარ ფორმაში. ნიულად მუშაობ, მაგრამ ცენტრალური მცველი არ არის ცენტრალური. ერთი რომ ამარჩევინებს. აი ძალიან პერფექტი. ერთი რომ აი ერთ ცენტრალურ მცველს ამარჩევინებს, რა თუ შეიძლება. მოდია ჩვენ მაროკო, იგივე არ ქენი შე? არ მე ანუ ავის არ გინდა მაგას დახმარებით მართლა. ქვეყნებით რო არის დავაგებული ბიჭო რა. ხირასი მაგას ციხე ვეღარ სუნთქავს. ცოტა შეუძლებოდა. ჩაჯიბიტს ვადარებ გროქს. ბაბა, რომელი უკეთ მოიფიქრებს? იმიტომ რომ თქვენ არ მაცები. ტაფსი რუკით? როგასთან რა გინდა შენ? ეგას დავიდე არ გწყვია. მე მაშინ ავირჩევ. რა ფორმაცია? საირჩევის. ჰინგაპე შენ აიყვანა. ციხე დამაშობს 2-6-2. ციხე საშენ ტაქტიკა? არა, დაცვა სწორად და ყველაფერი.
შეტევაში ვერ იყოფე რა ცოტა. აი ნუ ეს უნდა ავიყვანო როგორც ჩანს, ხო? სხვა არავინ არ ყავს. კალვინ ბასი თავისუფალი ხარ? კალვინ ბასის კანდიდატურა თავისუფალი არის? თუ შეიძლება მომეცით ეგ ტიპი რა. ალენ ბასი და ალდერეტე კალვინ ბასის დაცვით დგავარ. მაგრამ საყვარუო. ჩაუწია შორტები, ძალიან ქვემოთ უნდა არა, მე აბსოლუტურად მაყოფილი ვარ რაც ჩემი შემოდგენილობით. რაღაცთვის ვიბრძოლებ. ალენ ბასი შენ გუნჩი მეცაც თემა. გეტყვი, ვიბრძოლებდი რაღაცის. ერთი ნახევარწოლი მყავს მოსაყვანი. აირა. მიდი აირჩიე თემა. კაისედო. ეს ვინ არის? კულიბალი. მუნიოსი ყოჩა კაი არის? ხოსე მარია რობინსონი ერთი და წამი. ალექსონი. აუ კაი, აუტანაკა და აი დაიშვენე. ჩემთან რაღაცა. ტანაკა დანაკა. აი, რავი, იმდენი იტყვა, არა, რომ ვა, რა საინტერესო ანდრო, ახლა შენი ჯერია. sempre საუკეთესო ფეხბურთელის თამაშს მინახავს. ლეო მესი, მიუხედავად იმისა, რომ ნიკო პასის კანდიდატურა შეიძლება რომ გაუმეყენებინა, რა თქმა უნდა, მესი საურჩევ და ვნახავთ სოფლიოზე როგორც ითამაშებს ლა პულგა თავს. შესანიშნავი გუნდი ყავს. ბრავო, მართლაც. OG. აი ხო NBA-ში ხო იცი All-Star-ზე რომ OG გუნდი არის. OG გუნდი დარჩა და საკომპლექტები. ციხემულად ხას ბოლო კაცი სამხრეთ კორეელი არ ყავს. და სონს განინლი მოვიდა შემოდგენილობაში. განინლი. მეც ავიყვანდი რომ სონი გინდო და არ და კიდე ვინ აიყვანე ბოლო განინლი. კანილი მარცხი მაგას დავაყენე. ანუ კარგი ნახამწო. აი ციხე დაიწყო შენ გულის წარდგენა ბერთ ერთი წარგვიდგინე რა. ინფორმაციაც უნდა მითხრა ენჯ პოსტეკოგლომ წვრთნელი, იმიტომ რომ ავსტრალიელი არ დამიხარჯა. 4-3-1-2. ანუ კარლო ანუ ლაუტარო იქნება უფრო უკან ვიდრე ბიუმო და ოსიმენი. ეს არის ჩემი ის. დიდი? შედარებით უკან. აბსოლუტურად დაკომპლექტებული. არში ალისონ ბეკერი შესანიშნავი, მარჯვენა მცველად. ინტერებს რო უკეთებს. ანუ რაც შესანიშნავია ვიტყვი. კი, კარგი, მარჯვენა მე მცველად შესანიშნავია. დანიელ მუნიოსი, ნორმ. მარცხენა მცველად ენტონი რობინსონი, ნორმ. ცენტრალურ მცველად ხოსე მარია ხიმენესი, ნორმზე უკეთესი. ვოშტ. ვოშტ, მაგრამ იმათ ხო კაი, ნორმ რა მიდი. ვიცი. კულიბალი ვოშტ. ვოშტ. საყდენი ნახევარმცველი კაისედო solid. მარჯვენა ნახევარმცველად მოჰამედ კუდუსი, რომელმაც უფრო შავი სამუშაო უნდა შეასრულოს, ნორმ. საყდენა. შავი სამუშაო რა თუ უნდა შეძლოს. მარცხენა მოჰამედ კუდუსი. არა, დარბი, სიბლინგი. დარბი. დარბი. ყველაზე მეტი დრიბლინგი კი აქვს. დარბი. ვა. უნდა ვარბენინო. ოკეი. როუსნის კუდუს. ციხეს თავის გეგმა კანინლი უფრო ისეთი ლავირება რომ მოუწევს. მეცალა. ესენი არიან სამეულში? კანილი, კუდუსი და კაისედო. მართლა ერთმანეთი იპოვეს. კინოალე გუნდია მარტკა. კანილი მოდი დაკარგულები უფრო არიან. და შეტევა დაუკეთე. ლაუტარო ცოტა უკან წინ ბიუმო და გვერდით ოსიმენი. ლაუტარო თამაშობს 10-იანზე აი 10-იანზე არა რა აი სულტანი რაც გამოვიდა რა ხარ როგორ თიამათიც ციხე არის საკუჭრაო არის. კომპოტი ვიღაცის გამოცვლელი. შავი კიტრი? შავი კიტრი. ეგ ხა კაი კომპოტი გავიკიტრი ტაქტიკა მითხარიჯე ჩემი არის 4-2-3-1 კლასიკური. გაფუჭებული ვენტილატორიც არის. კლასიკა მაქვს. აბა დავიწყოთ? ეგე კარში დიბუ მარტინესი. კი ბატონო. ყოველგვარი ზედმეტი რეკომენდაციის. ალისონი ჯობია კაი მე ფლანგებზე დაცვაში მარცხნივ რამე ბენსებაინი, მარჯვნივ უნდა დარო ისე გამოიცხადა გაგვეგო. რამი ბენსებაინი, აქეთ ნუსაირ მაზრაო. დაცვის ცენტრი, რომელსაც ალდერეტე და კალვინ ბასი. მე მომწონს. ალდერეტე სადა უძახე? ალდერეტეს სახელი არ დაუძო. არაფერი მასივი. არაფერი არ უთქვას დაცვის ცენტრი, რომელსაც ალდერეტე და კალვინ ბასი. მეგობრებო ვერ ხედავთ გაბრო თავზე მადგავს და თუ შეიძლება. ნახევარდაცვის ცენტრი, ორი მას უთქებს ყურში არ ვიცი ორი ცენტრალური ნახევარმცველი. რიჩარდ რიოსი და ფედერიკო ვალვერდე. ტოპ. კარგი შემტევის ამეული მარცხნივ სარიო მანე, 10-იანზე რაფინია, მარჯვნივ პოლიშიჩი. კარგი. და ჩემი ცხრიანი ომარ მარმუში. თემო შენი ტაქტიკა 4-2-3-1 შენი ტაქტიკა რომელიც დაავიწყე ჩაჯიბის არ შეუდგენია 4-3-3 უნდა და იმიტომ იქ ეგრე წერე უკეთესო მართლა მოდი თემო კარში ბონო იდგება მცველები უკანა ოთხეული ყველაზე სუსტი ალბათ სერჟინიო დესტი ფლანგები ალფონსო დეივისი აქეთ მე მგონი არც თუ ისე სუსტი კიმინჯე და პაჩო მოედნის
ცენტრში. დესტია ცუდი თორე. ხო, დესტი მარჯვენა მცველის სხვა ვერ ვიპოვნა. ცენტრალური ნახევარმცველები უგარტე და ოტანაკა იმედია საუკეთესოდ შეთამაშდებიან ერთმანეთში და თავდამსხმელები ჯერ ათიანზე იქნება ხულიან ალვარესი, მარჯვნივ სემენიო, მარცხნივ ვინისიუს ჟუნიორი და თავდამსხმელად ადემოლა ლუკმენი. შენი შეტევა. კარგი შემადგენლობა. ანდრო, შენი ტაქტიკა. ჩემი ტაქტიკა არის 4-2-3-1 და მე ყველა თავის პოზიციაზე მყავს. დაგას პოზიციაზე. მეც ანუ რა თქვი შენ მეც ამასაც ციხეს არ ყავს მაგალითად. მარტივი არ მყავს. მე მაგით გავაკეთე გუნდი რომ ყველა თავის პოზიციაზე მო მეც მაგით გავაკეთე გუნდს. კარში ედუარ მენდი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ მოიგო აფრიკის თასი და იქ თავის დიდი წვლილი შეიტანა. კარგი, ნუ გინდა რომ მოვყიდო ეხლა. მე ხო გაცადე. შენ არ აპირებ, ხო რომ აცადო? მე არ გამიყიდია ჩემი შემოიღო თორე გაცდი და გაყიდე. მოტაფლო მაყურებელი. შენ იმიტომ გაყიდე რა, აბდიბო მარტინეს რა გაკეთდა? მე ვაინდა ეს აცხადები, იმიტომ რომ შენ თუნდაც იცოდი რომ საშინელი გუნდი ყავდა. აშრაფ ჰაკიმი საუკეთესო მარჯვენა მცველი მსოფლიოში. კაცი რომელსაც საოქროს ბურთე სეზონი ქონდა შეიძლება. შეტევაშიც რა კარგია თან? აბდუკოდირ ხუსანოვი საუკეთესო უზბეკი, ვინც დააბადებულა საერთოდ. დიკა solid ცენტრალური მცველი. მარცხენა მცველად ყავს ინკაპიე, რომელიც შეტევებში შესანიშნავად ჩაერთვება, იქ საკოლეგაციებს და ჩემოგთავაზებს და კუთხურების დროსაც გამოსადეგი იქნება. ანდრე ფრანკ ზამბოანგისა მოტორი. შესანიშნავი ფეხბურთელი მართლაც გასულ სეზონში არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და თან გახსოვდეთ რომ კვარის კარიერაც კი შეიტანა წვრილი როცა მატარებელში ესაუბრა კვარას და რომისკენ მიმავალ გზაზე რაღაცეებში გადაარწმუნა. ბრუნო გიმარაესი ნიკა ესებოა საყვარელი ფეხბურთელი. ნავირებული რომ არ არის მეგობრებო, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი. შესანიშნავი მოთამაშე. გასაგებია. შესანიშნავი. სოფლიოს რომ მოიგებს ბრაზილია, თუ მოიგო ბრაზილია, ბრუნო იქნება საუკეთესო ფეხბურთელი. აი მას ვიტყვი. აი ამ დონეზე უყვარს ბრუნო გიმარაესი. ბრუნო გიმარაესი. კარგი ძვირფასი. მარჯვენა გარემარბი მოჰამედ სალაჰი დიდ თამაშებში ყოველთვის თავის გოლს დაატყობს. რამდენი გოლი აქვს ლიგის ფინალში? მოჰამედ სალაჰს ერთი. მე დავსერჩოთ და გავდივით. ტოტენჰემთან პენალტი რო შეასრულა მეორე წუთს. მარცხენა გარემარბად ლუის დიასი, პრესინგის მანქანა და რავი საუკეთესო კოლუმბიელი. ცენტრალურ ფორვარდად სერჰუ გირასი, სტაბილური გამტანი ბუნდესლიგაში და ყოველ დროს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი. ოვითომ კაი გუნდია. ამით წააგო, ანდრომ წააგო მესი რო აირჩია, ანუ სიგიჟე ძალიან soft სლარი, არ შეიძლება თორე soft სლარი, აი ძალიან არატაფსონურია. გასაგებია, მაგრამ აი ქართულად ილაპარაკე. სპორტუ soft საკმაოდ ანუ სუსტი. შენ უკვე მიაღწია 40 წლამდე და ვეღარ ჩამოხვალ, აი კარგი. ვერც შენ წვანე ნასკებით, ვერც დოგვის ტემპები, შენ ქართულად თუ ელაპარაკებ 40 წლის. წინდებით, ქართულად თუ ელაპარაკებ. სლადან საკმაოდ სუსტი სლა იყო, ვაღიაროთ, ეს შენი ვაღიაროთ. შენი მეტყველება. ანდრომ საკმაოდ სუსტი მეთოდია. შენი როცა მეტყველება ლიონელ რა. მესი გადაწყვიტა რომ უნდა ყოფილიყო. გაბრო, გაგსურვი რომ შენ 11 ფეხბურთელი გვითხრა? არ მაქვს. 11? იმიტომ რომ გაბრო ვერანაირად ვერ მოიტან ჩემზე უკეთეს გულს. ნარჩენებით. ერთ გეტყვით და დებილობა ხე. აბა, დებილობა მე ვქენი ერთად. ალებარატო არავინ არ იყო. იმიტომ რომ არც მინდოდა არჩევა აი, ისედო მყავდა. ისა და გიმარაესი მყავს. იმიტომ რომ ისედო რიჩარდ რიოს და ვაუერდი მყავს თმაო მე და მე გული რაზე წლება ვიტყვი ხალხთან რა. ძალიან მარცხენა გარემარზე ვფიქრობდი მართლა. და ლუის დიასი და არის. ლუის დიასი დამავიწყდა. ლუის დიასი ისაც გამიკვირდა ძალიან გვიან გავიდა ჩემი აზრით. ძალიან დიდი რომ მარტინესი აიყვანე მეორე. მე 7 წრეში გავიდა ლუის დიასი. ბიჭო, იმიტომ რომ ანუ საუკეთესო მეკარე მყავს კარში. მეკარე ისეთ პონტია რა, სუზუკის ჩაყენე თუ მარტინეს მაგ ხელისუფლებას არ მოგცემს. აა და დანარჩენ ფეხბურთელებზე მოგცემდა. კოპა ამერიკა მოიგო, ძმამ და მსოფლიო მოიგო პირადად, ანუ პირადად მოიგო ტიტულები ამ კაცმა და მაგიტომ მეთქვა მეკარე. უეჭვა. სიდოს დაველოდებოდი ანდროსავით ბოლოში ავიყვანდი. მე პირიქით მე მგონია რომ სტრაფად უნდა აიღო, თორე თუ დაელოდეთ ციხე, თემო და ანდო გაგაცლიან არგენტინელს და ბრაზილიელს რა ეგ სტრატეგია. მე არ და ვიღაც მაინც დაგჭირდა. მართლა მესი მინდოდა თავიდან. ენცო შასვანა და მაკალის. მინდოდა მაგრამ ეხლა გამოჩნდა როგორც გინდოდა შენ მე მადლობა მეგობრებო და ანჩეს მაყურებელი გადაწყვეტს რა კაცები ხართ, ვინ ხართ, როგორ ხართ. კიდევ ერთხელ შეგახსენებდეთ, წინასწარ შეგეძლოთ მოგემზადებინოთ, უნდა მოგემზადებინათ, თემა ამიტომ არ თემოს რესპექტი ჩემგან თემა ამიტომ გითხარით წინასწარ რომ მოგემზადებინათ, მაგრამ რადგან არ მოამზადეთ და თემო დააბულინგეთ არაფრის გამო, ამიტომ მაყურებელს მოუწოდეთ და თემას გუნდი მოიწოდეთ. აზეც რომ ისევ ChatGPT ამოიღო გავგიჟდი თორე გავდი 20 თვით და მეც არ მეც რატო არ მომიზადებ ბენიკოს, იმიტომ რომ ჩვენ არასდროს მითამაშია ეს დრაფტი თუ მაგალითად აუქციონი, რომელიც მომზადება ჭირდებოდა. აუქციონზე ვერ მოემზადებ. გავიგე დრაფტსეც ხო რაღაცა მითამაშია და ანუ მომზადების გარეშე ვითამაშეთ ხო. არც ვიცი რომ ექსპეციფიკა ამას გულისხმობს თორე რაღაცნაირად მოვიძიებდი არა ფეხბურთელებს და ესე შემდეგ. მადლობა.